ამბობენ ერთხელ, ერთ უღრან ტყეში ადამიანის ყველა თვისება და გრძნობა შეიკრიბა. და როცა მოწყენილობამ ბარი სამჯერ დაამტკნარა, უცებ სიგიჟე გამოხტა და თქვა: მოდი მეგობრებო, დამალობანა ვითამაშოთ. პირველი სიზარმაცე დაიმალა. ის იქვე ახლოს გზის პირას დიდ ქვას ამოეყო. რწმენა აფრინდა ზეცაში. შური დაიმალა სიბნელეში. შიში კიდე ხის ფუღუროში შეცვრა. ტყუილი ოკეანის ფსკერზე დაეშვა, მაგრამ ის სინამდვილეში თურმე ცისარტყელის ფერებში ჩაწვა. მხოლოდ სიყვარულმა არ იცოდა რა ექნა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ის ვარდის ბუჩქებში დაიმალა. სიგიჟემ ყველა თვისება მალე ნახა. მხოლოდ სიყვარულს ვერ პოულობდა და ბოლოს, როცა მიაგდო, ვარდის ეკლებიანი ფოთლების გადაწევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ იქ თვალებ დაკაწრული სიყვარული ტიროდა. მას თვალები დაუსიანდა და დაბრმავდა. მას შემდეგ ამბობენ, რომ სიყვარული ბრმა არის და ის ხელჩაკიდებული მიჰყავს სიგიჟეს. ალბათ ბევრს გეცნოთ, ბევრს ვერა ეს სიტუაცია. პირადად ჩემთვის იყო დაბრმავებული გრძნობა სიყვარულისა, ხელი ხელჩაკიდებული ხელყავით, ხშირად, ხან თმებით, ხან ყურით სიგიჟეს დაჰყავდა და ჩვენი ერთ დღეს მოხდა სასწაული და ეს ყველაფერი გაქრა. გაქრა იმიტომ, რომ მე თვალები ამეხილა. მე არა, უბრალოდ ჩემს სიყვარულს. საბოლოო ჯამში აღარავის ხელის ტარება აღარ ჭირდება, აღარავის ხელმკლავი, აღარავის ხელებზე ჯდომა და მცირება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უბრალოდ ეს ვარდისფერი სათვალე უკვე აღარ მიკეთია. და ამ სასწაულს რა ქვია? მე ვთვლი, რომ ის 78 ჯადოსნური ბარათი, იგივე არკანი, ტაროსი გახლავთ. თავისი 8 წლიანი გამოცდილებით მას ჩემნაირები ალბათ მილიონობით დაუმოძღავს და სწორ გზაზე დაუყენებია. ეხლა, ვინც ამ ვიდეოს ისმენს და ფიქრობს, რომ სიყვარული, ეგრეთ წოდებული love story, ცუდ გზაზე უფსკულსკენ მიაქანებს, ეს შეგონება და ეს ჩემი გამოცდილება ზუსტად იცის, რომ მასზეა. ხო და ჯერი თქვენზეა, ენდეთ ჩემს ტარო გამოცდილებას, უпростоრად ტაროს 8 წლიან ისტორიას, ერთად სიყვარულს ვერ დაგეგმავთ. უბრალოდ სიყვარულში ჩვენ თავს აღმოვაჩენთ, ჩვენ სწორ თავს იპოვით და ჩვენ სწორ პარტნიორსაც ხელებს ჩავკიდებ. ისი არა, დაბრმავებული და სიგიჟის გიჟურ პილიკებზე მოტრუშუნეს არა. ტკბილად, ჰარმონიულად შეზავებულს. მოკლედ, ყველას, ვისაც აქვს ამ ყველაფრის სურვილი, სიამოვნებით ველოდები ჩემს ტარო კონსულტაციებზე. აქ არა მარტო ტაროს გაშლის მშვენიერი ცერემონია გელოდებათ, აქ ეზოთერიკული ხრიკები, ამულეტები და თელი ის, რასაც გულითა და სულით 7 წლის განმავლობაში რუდუნებით თქვენთვის ვაგროვებდი. ეს ქურუმიქალის ტაროა, მე თეა გახლავართ და ზუსტად ვიცი თქვენი ყურადღება მოპყრობილი რა ჩემსკენ რამდენიმე წუთი რეალიზდება ძალიან მალე, ისევ და ისევ თქვენ სასარგებლოდ სასიკეთოდ და ჩვენი დიდებული მეგობარი კეთილი ტარო თავისი გზამკვლევი ვექტორით კარგ და სასიამოვნო გზებზე გვატარებს. მაშასე კოცნით, გეფერებით და გელოდებით.